მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ გიორგი ხამცაშვილი, თქვენ იმყოფებით ჩემახზე თეოდორ თუთუთებში. დღეს უცებ გადაწყდა, დამირეკა გეორგი ფიშერმანმა და ეხა გვეტყვის სად მივდივართ ჩვენ გეორგი ფიშერმანი. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მიხეილ მესხი, ჯორჯიან ფიშერმანი ქართველი მეთევზე. სპონტანურად სამსახურების მერე მივედით სახლში, ვიფიქრეთ და უცბად გადავწყვეტეთ, რომ სიონზე წავიდეთ. გიოს პირველი გასვლა აქვს სეზონზე. დღეს ვერ მოვახერხე. აი, ვერავინ ვერ დაიჯერებთ. ეხლა სპორტსმენი მეთევზე პირველად მიდის სიონზე. მე სადღაც უკვე 25 კილო თევზი მაქვს გაჭერილი ამ სეზონზე. მივდივართ სათევზაოდ, გავერთობით, ძალიან მაგარ დროს გავატარებთ და ეხლა შემოგთავაზებთ, აი, არ არის საჭირო რა მანქანის დანგრევა რაღაცები, წყნარად ჩვიდათ მივიდეთ. ვისიამოვნოთ, ხრამულსაც დავიჭერთ, კარჩხანასაც დავიჭერთ და რა თქმა უნდა შამაიასაც. ჩვენი მიზანი არის შამაია, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ლუდი და ლუდთან ერთად, მასთან ერთად გვიყვარს თქვენივე მომზადებული შამაია. განსაკუთრებით გიო ამზადებს ძალიან მაგარ შამაიას რა. კი, ოღონდ ის არის, რა ქვია, ძალიან არაშრობს და კაი ცხიმი და ეს აქვს. ცოტა მარილით ვაკეთებ. ცოტა მარილით ვაკეთებ. აი ჩვენი აღჭურვილება თუ ჩანს მეგობრებო, გადაწენილია. არაფერი არ ჩანს, ერთი პლატფორმა, უკან მეორე პლატფორმა, პლატფორმებით ვიქნებით ბიჭები. მოკლედ ეხლა ჩვენ მუხიანში ვართ. ეხლა შევხვდებით ჩვენ მეგობრებო, მივდივართ 7 კაცი მაინც მივდივართ რა. ღამე დავრჩებით. ეხლა არ დაგიმარეთ, რატომ მივდივართ რა და შევასაც მოგცემთ ხოლმე. იმიტომ მივდივართ ჩვენ ეხლა მე, მიშა და მეგობრები, რომ ადგილი დავიკავოთ რა. ხო არ მოგეხსენებათ, შაბათია. სიონიც გაპიარებულია, რა თქმა უნდა. და დამიჯერებ ჭია ვერ ვიყიდე, 3 პაჩკა ჭია, მეტი არა. თეთრი სიმეზე მივდივართ და ჰიბრიდული წითელი მაკეთებ. ჰიბრიდული. ხო და რავი, მაგარ ვიდეოს ჩავწერთ, ძალიან მაგარი ვიდეოს ჩავწერთ. რაღაც სიახლეებიც აქვს მიშას, როგორც ვიცი, რაღაც ჯოხების თემა, რაღაც და აუხსეთ რა მიშას სიახლეებს, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ. მოგეხსენებათ, რომ საბითუმო მაღაზია აქვს მიშა მესხს და ერთიოიცი თვით ეხა ადგილზე რო ვიქნებით, იქ მოვზილვა იქნება დასაკვების თუ რაღაცა, იქ უკვე ერთიოიცი თუ გაგესაუბრებით. ეხა მეგობრებო, ძალიან რთული არის, რომ ტურნირები და ტურნირის მონაწილე და სპორტსმენი ეხა ჩავერთვი ამ წელიწადში და მართლა ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ მე თვითონ დავგეგმო და წავიდე და ძალიან მაგრად მინატრება, აი ტურნირის გარეშე ვითევზაო წყნარად და 7 წემში მყავდეს თევზი. მაგრამ ამას უფრო ენატრება, იმიტომ რომ ეს ტურნირის გეგმავს და როგორი ანუ ჭყალებში ვიტყვი, როგორ ლომკაში არის, იცი ხან და რო გვიყურებს იქ და საჯობს ამ თავარი საჯი ორგანიზატორი არის ბოლოს და აი როგორ უნდა რომ პლატფორმაზე დაჯდეს და ელემენტარული პატარა კენკვები ნახოს ქვივერზე, მაგრამ არა აქვს მაგის ფუფუნება რა. დავდივარ ხოლმე და შევასაზრე და მაგით ვუსები რა. აი ხო მაგიტო მივდივარ ზუსტად რა. მოკლედ მასლა პირველი გასვლა რაღაც მიზეზების გამო ძალიან ცუდად დაიწყო ჩვენი წელი მეგობრებო. რაღაც ჩემი წელი და ეხლა როგორც იქნა მოგვარდა ყველაფერი და ეხლა უკვე ვიწყებ რა. პირველი გასვლა არის, მე ბაზალეთი მინდა მოვხოდო. შაური გავაკეთოთ ბაზალეთამდე. შაურს დავგეგმავთ და შაურზე ხამიცასთან სიურპრიზი იქნება, იმიტომ რომ სპინინგის ჯოხი აქვეა, აი თქვენ იქნებით მოწვე სპინინგის ჯოხი მინდა შაურზე რომ ვიცე, იმიტომ რომ აი კარგად გაერთოს. ოპტიმუმი აქვს და ოპტიმუმზე უკეთესი მინდა, რომ გქონდეს აზურას ბრენდის განსაკუთრებით. ძალიან კარგი ბრენდი არის რა. მეგობრებო, ჩამოვედი ხა სიონში, აგე ჩვენი მეგობრებიც მოვიდნენ. გამარჯობათ. მოკლედ გაიხარით, მოკლედ ეხლა ჩვენ ცოტას მივირთმევთ ლუდს და ხვალ უკვე გავაგზავნე და ხვალ ჩაგერთვებით ბიჭებო რა. დილიდან დასაკვების მოძებნის პროცესში ჩაგერთვებით ლამაზი კადრებით, რა თქმა უნდა. აბა დროებით. მშვიდობიანი ღამე ყველას. მშვიდობის მეგობრებო, ეხლა გაცენ და ჩამოვედით უკვე აგე გავშალით. აღჭურვილობა, აქეთ მიშამ გაშალა. აგე ჩვენი მეგობრებიც უკვე შლიან. დავიწყებთ რა, ვის ნახევარია უკვე შემოგაგებო. ეხლა მოვზილოთ დასაკვები, ჩემი უნივერსალი, ჩემი შექმნილი დასაკვები, რომელიც მაღაზია Amazon-ში იყიდება.
შამაია მინდოდა, მაგრამ ისეთი გაზრიდეს, იყიდეს, ბევრმა წაიღო, მეგობრებო, ჩემი შამაია და ისე რომ მე დამჭირდა და აღარ იყო რა მაღაზიაში რა მარაკში და წამოვიღე უნივერსალი, ამასაც აქვს რა თქმა უნდა, უნივერსალი იმიტომ ქვია რომ ყველა თემზე მუშაობს, ეფექტი აქვს და კონკრეტულად თუ დავამუშავებ და კონკრეტულად თუ იმუშავებ, რა თქმა უნდა შამაიაზეც გამოდგება. და ეხლა ჩვენ მოვძიოთ. პაკეტები შევინახოთ მეგობრებო. ძალიან ცივინძურია რა მეგობრებო. აი სიონს და ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა არ უნდა დავყაროთ ნაგავი, მაგრამ აი ესეთ რამას ბუნებაში რომ დაყრით, აი ესეთ ნაგავს, რავი, ძალიან ცივინძურია რა. აქეთ 5 ლიტრიანი რაღაცას დაუტოვებია, ღვინო, იქით რა ძალიან ცივინძურია და რა თქმა უნდა მივალაგეთ რა ჩვენ ტერიტორიას, რა თქმა უნდა მივალაგეთ რა. გვიყვიტელი რა ხარ მეგობრებო, გვიყვიტე. ვერ გავი. როცა შამაია გვინდა რა თქმა უნდა, აღარ მიცოთ ბევრ წყალს რა თქმა უნდა, დავანესტიანებთ ცოტა, რომ ეფექტი ქონდეს. როცა ეხლა კარჩხანაზე გინდა რა თქმა უნდა სიმძიმეს მისცეთ. Gut. Einfach schön. Da jetzt sind wir tu ara. Megoreb. Au, ikona gagijos. Ah, swagari. ხოჭა, ნახე და ბუგდა. მიშა. ეს რომელია? ეს უკვე უნივერსალია და თუ დაამუშავებთ როგორ შამაიას შეეფერება, რა თქმა უნდა, შამაიზიც იმუშავებს. თუ დაამუშავებთ, რა თქმა უნდა, რა. აი უნივერსალია ყველა თევზზე მიდის, კაშხანაზე, კობრზე, ნაფოტაზე. რა სოხანში მიშასაც ჩავწერ, მეგობრებს ჩავწერ, რა იქნება მეგობრებმა ჭერსაც გაჩვენებთ. რავი. ვერ ამის არ აქვს, იმიტომ რომ ეხა შამაიაზე რო ვარ ხოლმე, თუ რამე ისეთი დიაგნოზი დავუსვი, პროცესს გამომდინარე, იმას გეტყვით ხოლმე, რომ თქვენს გაითვალისწინოთ, თორე 505 ვიდეო მიდის, მეგობრებო, გადაიკითხეთ, ნახეთ, ვინც ეხლა შემოხვედით, ვინც ეხლა მიპოვეთ ეხლა და ეხლა დაიწყეთ ჩემი ყურება. 505 ვიდეო მიდის, მეგობრებო, მოინახულოთ ჩემი არხი რა. აბა ეხლა წავედით, გადავედით და დავიწყეთ. გაიჩათ ყურა იყო მეგობრებო. მე მგონი წელს პირველი შამაია სიონზე. ხო, კი, წელს პირველი შამაია დავიჭირეთ. შემოკარგებო. წელს პირველად ვარ შამაიაზე და სიონში ზოგადად. აჰა. დავიჭირეთ შამაია მეგობრებო. შენც? მე შემოს დაიჭირე. ოთარ მოდი ოთარ. ავიდა თულა ეხლა და აბა ნახოთ რამდენს დავიჭრეთ მეგობრებო. ათინოვერი პარსავს რა. იქით მიშას, აქეთ მე. მეგობრებო, დიდამე აქტიური წერა დაგვეწყო, მე გამიქცა. აჰა. ორიგი შამაიკო. კი. კი. მოკრის. არა აქ მაგათ გავერთობით. მიშა მაგათ გავერთობით. და კაი სტანდარტული ზომებია ხა რა. რომელზეც ამოდის მეგობრებო.
რომელზე? 10 ნომერი? შენი საგაკ? ეს კაი ზომა უნდა იყოს. შენც მიშო? შენცა? ვარ, დასაკვეს ვაზრებ ჩერდება. აღარ ვარ და. გაძვრა. კარგი. კარგად ვარ, აქეთ გამო. ხელში ვიძეო, კარგი იყო. და გაძვრა. ეხა კარგი, ეხა მართლა არის უკვე. ჭერა არის, ჩვენ მეგობრებიც იჭერენ, ყველა მეგობრებო, მეც ვიჭერ, რაკი? ვერ ხედა. რა, გაიქცა? დავაიო, მოდ ბაგარი ზომა დაიჭირე. ოთა გამომხედე. ოთა. ამ გარეზომებია ძმა. მიშას გადავუღოთ მეგობრებო. ბიჭებიც აი მიშა მაგათ ეფარებია. ბიჭებიც მაგათ იჭერენ უკვე ეთღობიან, მეც მიტყავს და სანამაგას გამოიყვა, აი მოგაწე გზაში გამა. მოგაწე გზაში. მოგაწე გზაში მუცვა რა. ეს ათ ჭიას არ აქვს მეგობრებო, ეს კაპუჩებულ ჭიაზე ვიჭრ. ზომებს იწუნებს, ბიჭი. ზომებს. ატარა, ვარა, არა უშავ. ამდენი თევზი მარტო ბაზარში ხნანა. მეგობრებო, დაგიბრუნდით. კაი ჭერაა, ძალიან მაგარი ჭერაა. აგე მიშაც იჭერს, ჩვენი მეგობრებიც იჭერენ. მე უკვე 48-ზე ვარ გაჩერებული და ეხა კიდევ ჩავვრთე რომ რამდენზე ხარ? 48. შე? აღარ დამეცნია, მაგრამ დავთვლი საბოლოოდ. მოკლედ კაი ჭერაა რა, ჯერ 10 საათია უკვე და მაგარი ჭერა არის მეგობრებო რა. ეხა ტემპში მოგეხსენებათ ეხა ვარდნა სხვა თემაა და მაგარია რა, ძალიან მაგარია. მომენტებში კიდე შემოგეხმიანებით რა. ესეთი 48 არის ჯერ. და ნახოთ აბა რა იქნება. წავედით. ორიგი შამაია. ესე ვყოფ. წვერს მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ფარფლებს ნემსკავი წვრილია და ვარდება ხოლმე და ამ დროს ესე ჩაყავით ხოლმე რომ რაკეტივით მოყავთ რა ამ დროს. და გაქცევის შანსი 0 აქვს ამ დროს შამაიას ჩემო კარგი. რას ვიცი.
მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ნებსკავს ვიყენებ 53-ას, ესეთი 10 ნომერს, ესეთი დასჭირდა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა. სადავის ვიყენებ 16 ნომერს, აი ესეთი სადავია. ცოტა მყარი და კაია. და სადავის სიგრძე არის მეგობრებო 60 სმ რა. რა თქმა უნდა, ეხლა თუ მიყურებთ და მუდმივი შემოყურებელი ხართ, თიცით რომ დოგმა რა ეს 2 მეტრ 3 მეტრ თუ პროცესში არ დასჭირდა, რა თქმა უნდა, არა საჭირო 2 მეტრ გავუკეთოთ. 2 მეტრს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რა თქმა უნდა, ჩარტყმას გიგვიანებთ და ივრადდება და ასე შემდეგ და აგერ 60 სმ-იანი ბულეტი მაქვს 30 გრამიანი, რომელიც სწრაფად ჩადის და ეს რეაქცია მოსწონს შამაიას ახლა ამ ეტაპზე. გავაგზავნოთ კიდევ ერთხელ. ნახოთ რა იქნება. ბიჭო, მიშა. აი შამაიას. სახ. წავიდა მარა. მეც მიყავდა ამასობაში. აი შამაიას. ალიოკმა მომატყუა. მომატყუა ბოდიში. კაი ეგეც, კაი. ევიდა პენსია. კალმახი ხო არ არის, ბიჭო, ნელა. კალმახია. აჰა, კალმახას ველოდებოდით. აგე, კალმახი დაიჭირა ფიდერზე, მიშიკომ. კალმახია. ბრებო, მაგარი თევზაობა მიდის. ოღონდ აი ბიჭების გეტყვიან რა. აი იქ დამბა იყო სავსი და ეხა ცარიელია დამბა და თევზს ვერ იჭერდნენ. აქაც ეხა თუ არ მიაწვდი, თუ არ რაღაცა არ გათვალე, თუ არ რაღაცა არ გამოთვალე, თევზი არ შემოდის რა. შემოვა ქარავანი, მაგრად ვიჭერთ, მერე გავა, მერე რა თქმა უნდა, სწორი მიმართულება, სწორი მონტაჟი და მერე ისევ სწორი დაკვება და მერე ისევ შემოდის რა. დასაკვები მუშაობს როგორც ჩემი, ასევე ქარხნულიც მუშაობს და ეხლა მოდი გავესაუბროთ. მე ესეთი ტრადიცია მინდა ჩემ ახზე შემოვიტანო, რომ მოვიწოხობე ისეთ ადამიანებს, ვინც რაღაცას ცდილობენ, რა თქმა უნდა, რაღაცა პროდუქტი აქვთ, რაღაც ბიზნესი აქვთ და მოდი ეხლა გავესაუბროთ გეორგია ფიშერმანს, ქართულ მეთევზეს, მიხეილ მესხს, საბითუმო მაღაზია აქვს და 1-2 სიტყვით გავესაუბრება თავის მაღაზიაზე. აბა წავიდეთ და ვნახოთ მიშა მესხი. ამ ეტაპზე მყავს 112 თევზი, მეგობრებო. მაგარი იყო რა, ძალიან მაგარი იყო, კიდევ ვაგრძელებთ. აბა წავედით ახლა გავესაუბროთ მიშა მესხს. აბა შუა დღეებში დობისა მეგობრებო, როგორ შეგგვირდით, დღეს ძალიან მაგარი ჭერა გამოგვივიდა და ცოტა უკმაყოფილი ვარ უკვე ბოლო 15 წუთი. შემცირდა ზომები. აღარ მომწონს. დააწვრილა. ხამიცას დასაკვებმა, თევზაობის მეთოდების დასაკვებმა, მაგრამ იმუშავა. მე ქარხნული დასაკვებით ვარ წარმოდგენილი და ძალიან მაგრად მუშაობს უბრალოდ. რა არის მეგობრებო, იცით? უნდა განსაზღვროთ რა, თუნდაც ქარხნული იყოს, თუნდაც გიორგის დასაკვები გამოიყენოთ, მეგობრებო.
უნდა იცოდეთ დოზირებული მიწოდება. ეხლა თევზი გავიდა, დავიწყე უკვე დაკვება, შევიტან დასაკვებს წყალში და მერე უკვე ეხლა გაჩვენებთ რა თან მინდა რომ ხარიცას მოგზანება ესე გაუმასპინდე კარგი შამაი ნახოთ აბა და რა ხდება დღეს დღევანდელი ჩვენი წამოსვლის მიზანი რა იყო პედაგოგიო წამოვედით მეგობრულად თევზოთ მოგვენატრა ტურნირების გადამყიდე ოთარმა ჩემთან ჯორჯიან ფიშერმენში შეიძინა ჯოხი და ჩვენ როგორი რჩევა გვაქვს ხანა პირველად საქართველოში მეგობრებო ჩვენ მოდის ადამიანი ჩვენთან ჯერ ხო სასწავლო ფასად შეიძენს რა უნდა ძალიან დაბალ ფასად თან საჩუქრებსაც ვაკეთებთ მეგობრებო ისე არ არის რომ ეხლა სადავრის დასაკვებს რაღაცებს ნესკავებს ჩუქნით რა მერე მეორე მიგყავს ათევზაოთ ერთად დავგეგმოთ თევზაობის პროგრამა გვაქვს სადაც წამოვიდა საერთოდ ფიდერის ჯოხი ხელში არ ქონდა დანაჭი ვარდნით საერთოდ ნათევზაოები არ ქონდა ну სხვადასხვა მეთოდებით თევზაობთ მაგრამ ვარდნა არ იცოდა ფიდერი არ იცოდა მისი გამოყენება არ იცოდა დასაკვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა ამ თევზაობით არ დასრულდება ჩვენი შეხვედრა რა თქმა უნდა წავალთ და სხვადასხვა წყალსაცავებსაც მოვინახულებ და უფრო სხვა ტექნიკებსაც ვასწავლებ ესეთი სიტუაცია მოხდა მოდიხართ შეიძენთ კონკურენტულ ფასად საბითო ფასში შეიძენთ ჩვენთან ინვენტარს მეორე დღეს დავგეგმოთ თევზაობას რა თქმა უნდა თქვენც უნდა შემიწყოთ ხელი რომ დავგეგმოთ ერთად თევზაობა და წავიდეთ ლოკაციაზე სამ კონკრეტულ ლოკაციაზე მაგის ამიტომაც მე უკვე ჩვენ მოგცემთ საბაზისო ცოდნას მაღაზიაში მოკლე მონახაზი რო გქონდეთ პრაქტიკულად აგიწყოთ აქ მონტაჟს აგიწყოთ ყველაფერს პროცესში თქვენთან ერთად მეცეთევზავებ სადავე არის დასაგრძელებელი დავაგრძელებთ ეთქვი ნომერი რანევსკავი ყველაფერს საქმის კურსი ვარ. ვრებოდა ეხა ისეთი მოკლე სადავე მაქვს რა ვიცი ტურნირზე აი ისეთი მოკლე სადავით არ შეიძლება და მოკლე სადავით ვზაობ მეც რა თქმა უნდა ხარი იმით რა ქვია ბულეტით მეგობრებო ეგრე უნდა რა აქტიური ჭერა უნდა ხო თანახეროს როგორი სიტუაცია დაახლოებით 15 გადაგდება დასაკვები არ მიმიცია და აი ეს უკვე კარგი ზომაა ვაი შემოვიდა მეგობრებო აი ერთ რაღაცას დავამატებ ჩვენი მაღაზია გვერდზე იყოს 2-3 წუთით მაგრამ თამამად შემიძლია პირდაპირ თამამად შემიძლია განვაცხადო ის რომ თემქას დღეს აჯობა თბილისის ზღვას აჯობა როგორც ზომით ასევე აჯობა აქტიურობით ძალიან აქტიური მაღაზიასთან დაკავშირებით 2-3 სიტყვას გეტყვით რომ საბითო მაღაზია ვარ მობრძანით ჩვენთან რავი შეიძინეთ ინვენტარი დანარჩენი ჩვენზე იქნება საჩუქრები ფასდაკლებები რა თქმა უნდა ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი და ესე წამოხვდეთ ჩვენთან ერთად სათევზაო თოხოთ ღამე უნდა წამოხვიდეთ იმიტომ რომ პირველი სექცია გვაქვს ჩვენ ესე რომ ვთქვათ თევზაობის და შემდეგ უკვე მოკლედ მეგობრებო ვინც ეხა თევზაობს ხოლმე და ვინც თევზაობდა შარშან სიონზე დამეწუნებით რომ შარშან უფრო წვრილი შამაია მოდიოდა ვიდრე წერს ძალიან განსხვავებული და ძალიან სტანდარტული ზომები მოდის სასიამოვნო საჭერია რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო და რავი შედარებაც არ მოდის იმიტომ რომ შარშან თუ ვიჭერდი 100 ცალს სტანდარტულ შამაიას 50-60 რა თქმა უნდა წვრილს რა თქმა უნდა ვატრიალებდით როგორც წესია წყალში მაგრამ ეხლა წვრილი შამაია წერს ეხლა რა რასაც თევზაობთ ეხლა ჩვენ ეს მონაკვეთი წვრილი შამაია არ ამოსულა მეგობრებო სტანდარტული კარგი შამაია მოდის რა და რა თქმა უნდა ეს სასიხარეულოა აბა ეხლა წავიდეთ ჩავწეროთ ბიჭებით მე 1-2 ჭერას გაჩვენებს და დაგემშვიდობებით აბა რას გვეტყვი ჩემო ძმებო ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ზისთვის პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ ბიჭებო მივესალმები ჩვენ მაყურებლებს მადლობა თქვენ ბიჭებო ძალიან კმაყოფილები ვართ ძალიან აქტიური იყო თევზი ესეთი თევზჭერა მე არ მქონია ჩემ ცხოვრებაში ესე რომ ვთქვა და რავი მადლობა თქვენ გაიხართ აგე ბიჭები იჭერეს მეგობრებო აგე სამი ტაფა აქეთი არის იქაც ეგრეა აბა რა გეტყვით მოგესალმებით მეგობრებო მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის მეგობრული ურთიერთობისთვის გოჩდგომისთვის რავი ისეთთან მოვედი შენთან მოვედი და ვითხოვე რომ წამოსულიყავი სათევზაოდ და დაგეგმეთ და წამოვედით ყველანი ერთად და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის ბაგრო ვისიამოვნეთ გაიხართ აბა წარმატებები გაიხარით როგორ მე ფიქრობ რომ
ესეთ რაღაცას არავინ არ გაკეთდა და რაც თქვენ გაკეთეთ დღევანდელისთვის ჩვენთვის. გაიხარეთ. აბა რა გეტყვი ძმაო? პირადად პირველად ვარ სიამოვნებაზე და დაიწყე შემოვნე იჭებას გვერდში დაგვიდგე რა გვესწენ რა უნდა გავუკეთებია როგორ გავუკეთებია და დღევანდელთვის დიდი მოუხლება აიხარე გაიხარეთ პირიქით. კიდევ ვაგრძელებთ მეგობრებო, ეხლა გადავიდეთ უკვე ჭერებზე გადავალთ, გაჩვენებთ ჭერას, გაჩვენებთ მონტაჟებს და კიდეც რა გამშვიდობებით გადავიდეთ, ეხლა დავშეთ. მოკლედ მეგობრებო, დავანთვალეთ მე და მიშამ და მეგობრებმა თევზაობა. უბრალოდ ფორმალურად აიწოდება თევზი, არანაირი პირადული, არანაირი მეგობრულად მითევზავით, გავერთეთ. просто მოითხოვეს ბიჭებმა რომ მოდი მავწოვოთ და ავწოვოთ. აი ჭერა იყო 130 თევზი დავამთავრე, მარტო შამაია. მიშაც კარათი ჭერდა, ჩვენი ბიჭებიც კარათი ჭერდნენ იქით. ყველა გაერთო რა, არავინ ნაწილი არ მიდის. მოიხსენებათ რომ წერს პირველი გამოსვლა მქონდა მე ვერ მოვახერხე ძალიან მაგარი იყო. თანაჩენი ესეთი სტანდარტული ზომები შარშან არ იყო მეგობრებო რა შარშან იყო ლიფიტები. ეხა არის აი ზომები მასა რა. ეხა ამოვიღოთ ჩემი თევზი და გაჩვენოთ რამდენი დავიჭირე. იმას ეძება სეტყას ხო? ხო ახლა უნდა ჩავაგდო. შეხერე. დავა. დავა ხა მეგობრებს დაურიგებთ, მეც რა თქმა უნდა დავამარილებ. აფიში მიჩემ. ჩავარდა კიდე 2.765 ახლა ჩავაგდო მოდი. თუ გავიქცევი მოიცა I'm going to go to the I'm going to go to მოგლეთ დავათვალეთ მე და ბიჭებმა თევზაობა იყო ძალიან მაგარი თევზაობა ხა აი ხანი არ გამოსულა და ძალიან მაგარი იყო რა გავისვენეთ ენერგია წაიღო მაგარი იყო ძალიან მაგარი იყო და რავი აი ჩვენ ხა ეს დავიჭირეთ ყველაზე რა იქნება თქვენ თვითონ ნახეთ ხა წინასავე რა ვინ გეტყვით მობრძანდით და გატის ხო რა წინასავე რა ვინ გეტყვით ამდენ დაიჭერ გორ დაიჭერთ აწიზე ნახოთ ყველაფერს შემომყარგეთ ჩვენ წავიწყდით მოვედით გავტესტეთ დავყურებთ სწორად ვითევზავით და შედეგი დაიწყო მოკლედ ეგ არის რა კარგი ზომები წამოვიდა ნახეთ რა ზომებია რა
მოკლედ, აბა გაძანებოდეთ, აგერ მის შესახებ. ახალი და აგერ გაძანებოდეთ. გძანდებოდეთ ბიჭებო.